მეგობრებო, დღეს 1 მაისია, შესრულდა 100 დღე ტრამპის მმართველობიდან და პირველი შედეგები. პირველი შედეგი ის არის, რომ მოკლედ მოახერხა და უკრაინელებთან მეოთხე ჯერზე დადო ხელშეკრულება ძვირფას წიაღისეულების მოპოვებასა და მისი განკარგვასთან დაკავშირებით და ასევე უკუშედეგი, ანუ შედეგი მინუს ნიშნით არის ის, რომ ერთი საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა შეწირა ამ პროცესს. ეს არის მაიკლ ვოლცი. მაიკლ ვოლცი ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, რამ გამოიწვია ეს და ვინ შეიძლება რომ შეეცვალოს მაიკლ ვოლცი. დავიწყოთ, გავუყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. მეასრე დღეა, როგორც გითხარით და მოლოდინები იმისა, რომ ტრამპი რამე შეძლებდა, ბუნებრივია იყო, მე პირადად ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, არაერთხელ მithქვამს, დამიწერია და წინა ვიდეოში საუბრობდი, რომ ეს იყო მის მიერ მოწყობილი არ უფრო სწორედ მართული კრიზისი, და კრიზისი ისაც იქნებოდა, მოკლედ ეს პროცესები მართა, ეს არეულობა ერთგვარი და ეს გაუგებრობა და ერთი შეხედვით ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები ესეც მართული კრიზისის დეტალებია და მოკლედ რახან შედეგი სამშვიდობო მოლაპარაკებისა არ შედგა და ეს ყველა მიცოდა რომ არ შედგებოდა საღათ მოაზროვნება, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი 100 დღე და არც 300 ალბათ, გამომდინარე იქიდან რომ რუსები და უკრაინელები აბსოლუტურად განსხვავებული წინაპირობები აქვთ სამშვიდობო მოლაპარაკების, ამიტომ უნდა დაედო პირობითად თქვათ სარიტუალო შედეგი. და გააფორმეს კიდეც, როგორც გითხარით, ამ 100 დღის აღსანიშნავად, ასე ჯობია შევფუთოთ უკრაინასთან ეს ხელშეკრულება. ეხლა ვთქვათ ორი სიტყვა თავად ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. რამდენადაც ცნობილია, ჯერ არ ხმაურდება, ანუ პირველადი მონაცემებია, მე უყურებ ეხლა თვითონ უკრაინულ ანალიტიკოსებსაც, სხვათა შორის როგორც ზელენსკის მომხრეებს, ასევე ზელენსკის მოწინააღმდეგეებს. და ყველა ამბობს, ამ შემთხვევაში ორივე მხარე თანხმდება, რომ ეს არ არის უკრაინის სასარგებლოდ გაკეთებული ხელშეკრულება, ის აუწრება, ვინმეს საერთოდ ეჭვი ეპარებოდა ამაში. მაგრამ შედეგია, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ზელენსკის არ ქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპს მართლა შეეძლო ერთჩვენიერ დღეს და ჩვენ დავწმუნდით მის, ესე ვთქვათ, არაორდინალურ მოქმედებებში და შეეძლო მართლა გასულიყო მოლაპარაკების ტრეკიდან და დარჩებოდა უკრაინა მარტო. ეს ზელენსკიმ ყველაზე კარგად შეიგრძნო და შეიგრძნო ზუსტად ალბათ ბოლო წვეთი იყო რომში, რომის პაპის დაკრძალვის დღეს, შაბათ დღეს. მე წინა ვიდეოც შევწერე განყავი და იქ თქვი კიდეც, რომ როგორც ჩანს, ესეთი დასკვნითი მოლაპარაკება ზელენსკისა და ტრამპს შორის იქნებოდა ზუსტად რომში რომის პაპის დაკრძალვის დღეს. იქ ახლა ალბათ მრავალმა თქვენთანგანმა ნახა, რომ სკამი დაიდო 3, მე გადაწყდა რომ არა 2 და რაღაცა ეს ყველაფერი არის ისეთი მომენტი, დეტალები. მთავარი ის არის, რომ ზუსტად აი ამ შეხვედრაზე, იმ 15 წუთიან შეხვედრაზე, როგორც ჩანს გადაწყდა ის, რომ უკვე აღარ შეიძლებოდა ამ ხელშეკრულების გადადება, ეს იყო როგორც ტრამპის ინტერესებში, ასევე ზელენსკის ინტერესებში და როგორც ჩანს აი შეთანხმდნენ. ეხლა თვითონ ფორმა, რაც დაკრძალვაზე იყო, ეს ცოტა არ იყოს, ცოტა სატირალიც იყო, ცოტა გროტესკიც იყო, ცოტა სარკაზმიც იყო, იმიტომ რომ ეხლა კათოლიკებმა თვითონ მიხედონ თავიანთ სიმდიდრეს, მაგრამ უბრალოდ არაეტიკეტური იყო რა, რამის როგორ თქვა, ხატოვნად რომის პაპის კუბოსთან ჩამოждარი ორი პოლიტიკოსი ერთმანეთს როგორ უგვარებდა საქმეს და ასეც მოხდა. შეთანხმდნენ, შედეგი დაიწყო დიდი ხნის წინ და დასრულდა რომში, რაც თავარია ტრამპმა გააკეთა ერთი დიდი ნაბიჯი, რომ
რახან სხვა ნაბიჯები უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ეს მაინც მოახერხა. და თავის მომხრეებს კარგად წარუდგინა ეს გამარჯვება, რითითაც ამაყობს და აქ ის იმას გაუსვა კიდე ხაზი, რომ ამ ხელშეკრულებით მან ამერიკას მიცა საშუალება, რომ ის დახარჯული 3 წლის განმავლობაში ბაიდენის მიერ, როგორც ტრამპი ამბობს, დახარჯული 350 მილიარდის ეტაპობრივი დაბრუნების შესაძლებლობა გააჩინა. თვითონ 350 მილიარდი საიდან მიიღო, ეგ კიდე ცალკე საკითხია. ჩემს ახალგაზრდობაში იყო ესეთი ანეკდოტი, რომ როგორ ითვლის ოფიციანტი საბჭოთა პერიოდს გეუბნებთ, როგორ ითვლის ოფიციანტი დანახარს, ანუ შეკვეთის ღირებულებას. და ესე ითვლია რა, 40-40, რუბ-40, იშო-40, 3-40 და მე ამბობდა, რომ იტავო 5-ში ისე არ გაგიკვირდეთ ახალგაზრდებს. იყო დრო, როცა ოფიციანტს თუნდაც თბილისში ესე რუსულ ანგარიშს გვიყენებდა ხოლმე. აი ესე დაითვალა ეს 350 მილიონი, ალბათ 50 მილიარდიდან დაიწყო, მე ავიდა 100 მილიარდამდე, მე გამოვაკლო მიუმა და მიიღო ეს 350 მილიარდი და ნუ მოკლედ ამ პირველ ჩვენებას აწვება და ეხლა თქვა, რომ ჩვენ ეხლა დავიბრუნებთ ამ 350 მილიარდს. მისი საქმეა, იმიტომ რომ ვინც უყვეთავს მუსიკას, ხომ იცით. ეხლა რა შერჩა უკრაინას? ამ ყველაფრიდან. უკრაინამ ფაქტობრივად შეინარჩუნა დონალდ ტრამპი. მოლაპარაკების ტრეკს. ამ ხელშეკრულებით. მაქსიმალურად წელა ზელენსკი სამჯერ ბესენტი, როგორც გითხარით, გადააგდო, იმიტომ რომ სხვა შეფასება მე ვერ წარმომიდგენია, ტრამპმა კიდე ბევრი მოუთმინა, მაგრამ პოლიტიკა მოთმენა არაფაშუაში არის და ნუ მეოთხე ჯერზე მოილაპარაკეს, ხელიც მოაწერეს, დაფიქსირდა და მოკლედ ფოტოებიც კი გამოვაქვეყნეს ამ ხელშეკრულების დაფიქსირებული ხელმოწერებით. უკრაინას როგორც გითხარით ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ხელმოსაკიდი შედეგია მისთვის, იმიტომ რომ ამ საბადოებს რა ბედიელის ეს მეორე საქმეა, მაგრამ როგორც გითხარით, ზელენსკი მოახერხა ის, რომ ტრამპი შეინარჩუნა მოლაპარაკების ტრეკზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აი ისე რომ მომختارიყო, როგორც იმუქრებოდა ტრამპი, დარჩებოდა რუსეთის პირისპირ და ზელენსკი მშვენივრად იცის ჩვენზე კარგად, რომ ევროპის დახმარება მას ეყოფოდა თავი ბოლო 1 წელი. მე უნდა დაწოლილიყო. დანებებულიყო. ნუ ზელენსკი ალბათ დატოვებდა ქვეყანას და ნუ უკრაინას ალბათ განადგურება ელოდა. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ტრამპის გასვლა ტრეკიდან არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ მან ესე ვთქვათ, აუცილებელი მინიმუმი თავის კამპანიისთვის შეასრულა წინასაარჩევნო და ნუ ეხლა დაპირდა, რომ დავშეთ იარაღის მიწოდება და იარაღთან დაკავშირებული ანგარიშგება იქნება დამოკიდებული ზუსტად აი ამ საბადოებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე. იმიტომ რომ იქ ესე ამბობენ, რომ 50-50-ზე, ანუ ფონდი იქნება, სადაც თანაგამყარგველი იქნება უკრაინა და ნუ ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ნუ ყველა მის რომ უკრაინის წილი იქნება, შეიძლება იყოს შეიძლება იყოს დე იურე, მაგრამ ნუ იქნება ნომინალური. ამ ყველაფერს განკარგოს ამერიკის შეერთებული შტატები. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეკონომისტები და არაერთი ამბობენ, რომ აი ამ წიაღისეულიდან, აი იმ სიმდიდრეების მოპოვებას და დამუშავებას და რეალურად გადაქცევას სიმდიდრეთ დაჭირდება 10-15 წელი. ნუ ეს ბუნებრივია ტრამპმა იცის და კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ამ მოლაპარაკებას უფრო ქონდა წმინდა წყლის პიარული ის დატვირთვა. უკრაინელები ალბათ ყველაზე მეც რასაც შეძლებდნენ ეს იყო. ეხლა დარჩა მეორე შედეგი. მე ამასთან თუ ავახსენე, რომ ჭადრაკის საჭადრაკო ტერმინია ცუცვანგი, ანუ ყოველი შემდეგი ნაბიჯი მოჭადრაკისა უფრო და უფრო მძიმე სიტუაცია შეაგდებს. ანუ არის ესეთი პოლიტიკაშიც ესეთი ვითარება, როცა გამოუვალი მდგომარეობაა და უბრალოდ არჩევ მინიმალურ ზარალს, რომელიც ზარალით დაკმაყოფილდე.
ზელენსკიმ არჩია ის, რაც თავად ჩათვალა საჭიროდ. აქ ახლა ხაზია გასასმელი იმაზე, რომ როგორ შეიფუთა ეს ყველაფერი. უკრაინელებმა შეფუთეს, რომ ეს არის უკრაინის პოლიტიკური ელიტის გამარჯვება, რომ ზელენსკიმ თავისას მიაღწია აი თეთრ სახში ის ერთგვარი შოუს დადგმის მერე, თუმცა მე ბეჭვი მეპარება, რომ შოუ ყოფილიყო, იქ უბრალოდ სიტუაცია მართლა გამოვიდა კონტროლიდან და ის იყო, რაც მართლა ვიხილეთ. ეს ჩემი აზრია. და მოკლედ ზელენსკი და უკრაინული მხარე ამბობს, რომ უკრაინელებმა პირველ წარმატებას მიაღწიეს, რომ ისინი არ დაყვნენ ამერიკის უპირობო ესე ვთქვათ დიქტატს და აი მიიღეს ეს ხელშეკრულება, რაც ფაქტობრივად ითვლება, როგორც უკრაინის მხარე ამბობს, რაც ითვლება გარანტიად იმისა, რომ სადაც ამერიკელები ფულს დააბანდებენ, ბუნებრივია იმ ტერიტორიას დაიცავენ. და ამით კმაყოფილები დარჩნენ. თუმცა ეს მხოლოდ საჯაროდ. იმიტომ რომ ისიც იციან, რომ გადამწყვეტ მომენტში თუ იქ სიტუაცია დაიძაბა და რუსები არ გაჩერდნენ, ეს ვერ იქნება შემაკავებელი მომენტი. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ფრაზა, რომ ეს ხელშეკრულება არის ამავდროულად უკრაინის უსაფრთხოების გარანტია, არსად არ ჩაწერილა. ესეა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხელშეკრულება არის მხოლოდ ტრამპის PR აქცია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ უკაცრავად, რომ იმ საბადოების რეალურად სიმდიდრედ ქცევას დაჭირდება 10-15 წელი. ეს იცის ზელენსკიმას და მოკლედ ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ ეს არის ფიქცია, მაგრამ ორივე მხარე ფუთავს აი ამ ხელშეკრულებას სათავისოდ. ამას ყველაფერს ბუნებრივია აკვირდებოდა რუსეთის ფედერაცია, თავად ვლადიმერ პუტინი. მე უყურებ, როგორც დავაკვირდები და ვეცნობ ვკითხულობ ანალიტიკოსებს, როგორც რუს ანალიტიკოსებს, რომლებიც არიან კრემლის მომხრე და ასევე კრემლის მოწინააღმდეგე. და ეს ის შემთხვევაა, როგორც აი უკრაინასთან დაკავშირებით რო ახსენე, აქაც ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ რუსეთისთვის ეს ბევრი არაფერია. ანუ რუსეთის პოლიტიკისთვის არაფერი არ იცლება, რუსეთმა უნდა გააგრძელოს თავის საქმის კეთება, იქამდე სანამ აი იმ ხილულ მიღწევას არ დადებს. ანუ უნდა იომოს და ალბათ იმ 4 ოლქისა და ყირიმის დამაგრებასთან ერთად უნდა შექმნან აი საბუფერო ზონა, რომელიც ალბათ იქნება დნეპრის აღმოსავლეთით, რათა საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის წვდომა მაქსიმალურად გაწიონ რუსეთის ფედერაციის საზღვრებიდან. და როგორც ჩანს, ეს არის რუსეთის საბოლოო მიზანი. იმიტომ რომ უკრაინის დემილიტარიზაცია პირობითია, იმიტომ რომ იქ ძნელია გააკონტროლო უკრაინული შეიარაღება, რა შედის, როგორ შედის. ერთადერთი არის ის, რომ შესაძლოა ამერიკელები უბრალოდ შეამცირონ. ეს ერთი დენაციფიკაცია, ეს იდეოლოგიური მხარეა. მაშინ უკრაინა მთლიანად უნდა გაანადგურო, როგორც სახელმწიფო და როგორც გეოგრაფიული მონაკვეთი იმ შემთხვევაში, რომ დაუშვათ დენაციფიკაცია ამოიღო, იმიტომ რომ ნაციონალური იდეა, მე ამას წინათ ვიდეო ჩავწერე, ჩემი პირადი ხედვები გაგიზიარეთ უკრაინასთან დაკავშირებით, ნაციონალური იდეა იგდევს ჯერ კიდე უახლოეს ისტორია რო ავიღოთ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. და აი ეს სამი გმირის ერთ-ერთი რომელიც არის ბანდერა, იქვე არის პეტლიურა და შუხევიჩი, აი ეს ამ სამ გვარის მატარებელი, ამ სამი გვარის იდეების მატარებელი და გამტარებელი უკრაინაში არ დაილევა. აქედან გამომდინარე ნაციფიკაცია, დენაციფიკაცია იქ მიუღწეველია, როგორც დემილიტარიზაცია. რუსების ყველაზე დიდი მიღწევა იქნება დაიკანონონ ყირიმი და ეს 4 ოლქი და შექმნან საბუფერო ზოლი და ეს ჩაითვლება პუტინისთვის გამარჯვება და სხვათა შორის
კარგად წარსადგენი მასალა იქნება და თემა თავის ამორჩევლისთვის. როგორც ჩანს, ამაზე რუსები დათანხმდებიან. ნაკლებზე არა. ეს იცის ტრამპმა და სამწუხაროდ ზელენსკიმაც იცის და უბრალოდ ეხა აქ არის დროის მომენტი, როდის მიიღწევა ეს შედეგი. ტრამპის ერთი უცნაური გადაწყვეტილება იყო, რომ უცნაური ის კი არა, რომ თვითონ ყირიმის აღიარება უნდა, უცნაური ფორმა იყო, რომ როცა თქვა განაცხადა, რომ ამერიკელები მზად არიან, რომ აღიარონ ყირიმი როგორც რუსეთის ტერიტორია, იქ გაისმა კონტრარგუმენტები, რომ ამას არ აღიარებს ევროპა, ზელენსკიმ და უკრაინულმა მხარემ თქვა, რომ ჩვენ ამას არ ვაღიარებ და ტრამპა უცნაური რამ უთხრა, რომ არავის საქმე არ არის, გინდა აღიარეთ, გინდა არ აღიაროთ, ჩვენსაც ვიზავთ. ანუ დაძალება არ იყო, რა, არა თქვენც უნდა აღიაროთ, არა ევროპამაც, არა თქვა, რომ ჩვენ ამას ვიზავთ, თქვენ როგორც გნებოთ, გინდა აღიარეთ, გინდა ნუ აღიარეთ. აქ რა იგულისხმება? იგულისხმება ის, რომ თუ ამერიკელებმა აღიარეს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად, ამას დროთა განმავლობაში ესე მარაოსებრად ჩამწკრივდებიან სახელმწიფოები, რომლებიც არიან ლოიალური ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და გარკვეული პერიოდილობით მოხდება ყირიმის აღიარება. სხვათა შორის ევროპული ქვეყნებიც აღიარებენ ამას და ალბათ ბოლო იქნება ვინც უკრაინელები ან უკრაინელები შეიძლება საერთოდ არ აღიარონ და ისე დამთავრდეს ეს ომი. მოკლედ რუსების მხრიდან ეს დამოკიდებულება იგრძნობა, როგორც გითხარით, კრიტიკოსი, ანალიტიკოსები და მომხრე ანალიტიკოსებიც ამაზე თანხმდებიან. სხვათა შორის კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს მინდა გავუს, უბრალოდ დეტალია, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდ სურათში მნიშვნელოვანია, რომ აქ ბევრს საუბრობდნენ, მე ვამბობ რუსულ მედია სივრცეში, რომ როცა ვიტკოფი ჩამოდის პეტერბურგში, სად არის ტრამპი? როდის შედგება ამ ორი დიდი პოლიტიკური ფიგურის შეხვედრა და იქ სხვათა შორის ესე იგი აი ამ დისკუსიებს ყოველთვის ფონად დაყვება ერთი რამ, რომ პუტინი ტრამპისგან ელის კონკრეტულ შედეგებს, ანუ ნათქვამის შესრულებას. იმიტომ რომ ჯერჯერობით ტრამპი ეს 100 დღე დაკავებული არის მხოლოდ პიარით, იმიტომ რომ რეალური შედეგი ხო კიდევ ერთხელ ვიტყვი ხა თავს აღარ მოგაწყეთ, არის ეს ზუსტად. რომ აი ეს ხელშეკრულება რაღაც ძვირფას წიაღისეულთან დაკავშირებით გააფორმა და ნუ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, თავს აღარ მოგაწყეთ, მეტი ხელმოსაკიდი არაფერი არ ჩანს. გასაგებია რომ ტრამპი თავის თამაშს თამაშობს და ის ჩართულია თავის შიდა საქმეებზე, მაგრამ საგარეო ტრეკზე როგორც ჩანს, როგორც ყოველ შემთხვევაში რუსულ მედიაში ამბობენ და მედია სივრცეში, როგორც ბეჭდურში ასევე ინტერნეტ სივრცეში და ასევე ტელევიზიაში ელოდებიან ნათქვამის შესრულებას, იმიტომ რომ როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, ერთი განცხადება იცვლება მეორეთი, მეორეს მოყვება მესამე და თითქოს ტრამპი ხტუნაობს იქით-აქით და რუსები ხას უსვავენ, რომ ვლადიმერ პუტინი ასოცირდება მათში როგორც ალფა მამრი და როგორც ჩანს ის აფასებს თავის ოპონენტს ზუსტად აი ამ თვისებით. ანუ პიროვნება პოლიტიკოსი, რომელიც თავის ნათქვამს ასრულებს, ან მეტნაკლებად ახლოს არის. ანუ ავლენს ხასიათს, პრინციპულობას და თავის პირველობას. ეს დამახასიათებელია ავტორიტარული ლიდერებისთვის. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ პუტინი თავის შიდა კონსტიტუციით არის ალფა მამრი. და შესაბამისად ასევე ელოდება აი ესეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დონალდ ტრამპისგან. ეს შესაძლოა ვერასოდეს ვერ მიიღოს, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული პირები არიან და საერთოდ განსხვავებული სტილი აქვს სახელმწიფოს მართვის. ეს არის ავტორიტარი და ტრამპი არის კიდე სურს რომ იყოს ავტორიტარი და პირობითად პუტინი ორი, მაგრამ არ გამოსდის, იმიტომ რომ შიგნით სერიოზული პრობლემები აქვს ამაზე
გეტყვით აი ახლა სულ რაღაც 2 წუთში. მოკლედ ასეთი სიტუაცია დადგა მეასე დღეს. ეხლა იქ თავში ვახსენე რომ პირველი შესაწირის გაწევა მოუხდა დონალდ ტრამპს და ეს არის მაიკლ ოლცი შევლი უშუალოების საკითხებში ჩინით პოლკოვნიკი გადამდგარი დიდი გამოცდილებით როცა დააყენეს როცა წარადგინა მან მაიკლ ოლცი ამ პოსტზე იქ დახასიათებაში საკმაოდ ისეთი კარგი დახასიათება ჰქონდა რა პროფესიონალი სამხედროში გამოცდილება პოლიტიკური გამოცდილება ასე შემდეგ ეხა ვარსკვლავებს არ წყვეტდა იმიტომ რომ ამერიკული პოლიტელიტისთვის ახალგაზრდა 50-ს გადაცილებულია მაგრამ იქ რო ჩვენ შევხედავთ ვინ მართავდა ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანას იქ 60 გადაცილებულები არიან 60, 65 და 70. პრეზიდენტებზე რო არაფერი თქვა. მოკლედ იყო ესეთი ფიგურა, რომელმაც 100 დღე გაუძლო ტრამპს და ალბათ გაუძლებდა პირველი სრული უბრალოდ მეორე საპრეზიდენტო ვადას, უბრალოდ ამას მოყვა ის გაუგებრობა, რაზეც მე არაერთხელ გითხარით და ჩემს გარეშეც ეს მთელ მედია სივრცეში ვრცელდებოდა აი ეს ხოსეთებთან დაკავშირებული სამხედრო ოპერაციის კოლექტიური ჩატი შეიქმნა და იქ საიდანღაც მოხდა ლიბერალური ჟურნალისტი, რომელმაც როგორც კი ამ ჩატში ეს მოძრავი ინფორმაცია ნახა, გამოიტანა, გაატელევიზორა და მოკლედ იყო ერთი ამბავი და სკანდალი, მაგრამ ტრამპმა გააკეთა კარგად. სახე შეინარჩუნა, ანუ პირველივე სკანდალზე არ გაანთავისუფლა. აი ესე მე-100 დღემდე მიიყვანა და შემდეგ გაანთავისუფლა. თან არ უნდა რომ გააგდოს პოლიტიკური ველიდან. მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ხვალზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ვიდეოს ჩაწერისთვის მან წარადგინა მაიკლ ოლცი გაეროში ამერიკის ელჩად. ეს ნაკლები დატვირთვის პოსტია, მაგრამ ძალიან ეტიკეტური. ნახოთ დაამტკიცებს თუ არა ამას პოლიტიკური ელიტა, სენატი, კონგრესი, იქ არ მახსოვს როგორ არის გადანაწილებული მარტო სენატი ამტკიცებს თუ კონგრესი, ფაქტია რომ მოკლედ რესპუბლიკელებმა ხარი უნდა დაუჭერონ. არ ვიცი მე 1 მაისის შედეგებით, ეხლა აშკარად გახდა რომ აი პოსტზე უნდა დანიშნო. ეხლა ვარაუდები, ვინ შეითავსებს ან ვინ დაინიშნება ამ თანამდებობაზე, მაიკლ ოლცის თანამდებობაზე. ყველაზე აშკარად გამოკვეთილი არის სტივ ვიტკოფი, იმიტომ რომ კაცი რომელსაც ეს არის უპორტფელო მინისტრი. პირდაპირ გაგებით, ანუ არც სამინისტრო, არც არაფერი, ესე ითვლება ტრამპის მეგობარი და დამთავრდა. აღჭურვილი არის რაღაცა უკიდეგანო უფლებებით და ჩადის და აგვარებს საქმეს, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე რუსეთში. და კრიტიკულად არის მის მიმართ განწყობილი, მაგრამ როგორც ამბობენ, საერთო შედეგისთვის აშკარად აი ამ საქმოსანმა, ამ ბიზნესმენმა, მილიარდერმა გამოავლინა ძალიან კარგი თვისებები, როგორც მომლაპარაკებელი. ეხლა ჯერ რა დღირდს, რომ სამჯერ შეხვდა ვლადიმერ პუტინს და ბოლო ვიდეო გამოაშკარავეს, ფაქტობრივად აღარ დაუმალავთ. იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვეულებრივად პუტინი იღებს მას რამის თავის ტოლფასად. თავს ხელი ჩამორთმევებით, ხუმრობებით, ანგლობებით და მე მოკლედ და თითოეული შეხვედრა რაღაც 4 საათი გრძელდება და ამ 4 საათს ხო მიხვდით წინა 4 საათი მოყვება და მე კიდე შემდეგი 4 საათი, ანუ ფაქტობრივად დღე ნახევარი ვლადიმერ პუტინთან ერთად ატარებს აი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან. ერთი ეს კანდიდატია და მეორე შესაძლოა სანამ ვინმეს დანიშნავს ამ პოსტზე თუ ვიტკოფმა უარი თქვა ან უბრალოდ რიგი მიზეზების გამო ვიტკოფის კანდიდატურა ვერ გაიტანა ან რიგი მიზეზების გამო მოკლედ ეხა იქ ბევრი შეიძლება რა მოხდეს შესაძლოა შეითავსოს მარკო რუბიო და მარკო რუბიო ბევრად გამოცდილი პოლიტიკოსია, აკადემიური პოლიტიკოსია, დიპლომატია და რაღაც პერიოდი, არ გაუჭირდება მას ამ ფუნქციის შესრულება, იმიტომ რომ ყველა საგარეო ტრეკზე მაინც მარკო რუბიო მონაწილეობს და შესაბამისად
საჭირო რჩევებსაც მიცემს ტრამპს თუ საჭირო იქნება. მაბადია ტავტოლოგიისთვის. მოკლედ აი ესეთი ვითარება. ეხლა რაც შეეხება მე რომ გითხარით ტრამპს შიდა პრობლემებთან დაკავშირებით. ანუ რა გამოწვევებია გარდა იმისა, რასაც ვინც თვალს ადევნებთ პოლიტიკას, ისედაც ხედავთ, მეტნაკლებად ანუ ორმოგრული გაქვთ, მეც მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეს განვავრცო კარგად და გასაგებად. ეს არის ეგრეთ წოდებული deep state, იმიტომ რომ აქ შესაძლოა deep state-ს ეგრეთ წოდებული მოხსნათ, იმიტომ რომ მართლა deep state-ია და ბევრს სახუმაროდ არ ყოფნის. და მე რამდენიმე ვიდეოს კომენტებში ზოგმა ისეთი ქილიკით მოიწერა, რომ ისე კლუბ deep state-ი და ეს დამალული ფული ევროპაში ფულია და ეხლა ხო გამოაშკარავდა სად მიდის ეს ფული და ევროპის ლიდერები რო ფაქტობრივად არის დემოკრატიული პარტიის გარეძალა, რომელიც ამერიკის საზღვრებს გარეთ მოექცა სპეციალურად იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უბრალოდ ტრამპი არ აძლევს მათ მოქმედების სივრცეს და იმიტომაც გადაინაცვლა ყველაფერმა დასავლეთ ევროპაში. და პირველი რაც მის ოპონენტებიდან შეიძლება გამოვყოთ მე ამერიკის ტერიტორიაზე ვამბობ, ეს არის ჯერომ პაუელი, რომელიც არის ძირითადი ხაზინადარი, რომელიც განკარგავს ფულის ბეჭდვას, ფულის ემისიას. სარეზერვო ფონდის თავმჯდომარე, რომელიც სხვათა შორის თავისივე დანიშნულია წინა კადენციის დროს. და ჯერომ პაუელისგან ტრამპს ჭირდებოდა დახმარება, იმიტომ რომ ტარიფების ცვლასთან დაკავშირებით რყევები გამოიწვია საფონდო ბირჟაზე და ტრამპი პაუელს თხოვდა რომ გამოეყო ემისია, რომ დაებალანსებინა ცვლილებები, ან რყევები რომ მინიმალური ყოფილიყო. ჯერომ პაუელი ამაზე არ დათანხმდა და პარალელურად რაც დაგეგმილი ჰქონდა ევროპულ ცენტრო ბანკს, ევროპის ცენტრალურ ბანკს გამოუყო დიდძალი ემისია და სხვადასხვა ფონდებს ევროპაში. და აი ზუსტად ამას ქვია ესე deep state. იმიტომ ეგრეთ წოდებულიც არ არის, არის მართლა deep state და ეს ადრე ამბობდნენ რომ deep state რა არის deep state, ეს არის ინსტიტუტები. ხო, გასაგებია ინსტიტუტები, მაგრამ ეს არის აპარატი. აი იუსტიციის სამინისტრო რო ავიღოთ. იუსტიციის სამინისტრო შეიძლება ტრამპმა შეცვალა ჰედები, მაგრამ სისტემაში დარჩა უამრავი ფუნქციონერი, რომელიც რეალურად ველზე საქმეს აკეთებს. განათლების სამინისტროში რომ დანიშნა თავის კადრი, რომელსაც გააუქმა განათლების სამინისტრო, მაგრამ ის ჯერ ბოლომდე გაუქმებული არ არის, იქაც აპარატი მუშაობს და იქაც ფუნქციონერები არიან, რომლებიც საველე სამუშაოებს აკეთებენ, ანუ ხალხთან ურთიერთობ. და აი ესე არის ყველა სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროში სერიოზული პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პიტ ჰექსეტი თავის პოლიტიკას აწვება და უნდა რომ მოახდინოს გენერალიტეტის შეცვლა გენშტაბში და რაც თავარია ფინანსური მხარის რევიზია მოახდინოს, ძალიან ძნელად ხორციელდება. რატო? იმიტომ რომ ეს არის აპარატი, სისტემა. და იქ საშუალო რგოლის ჩინოვნიკები, რომლებიც არიან ასევე საველე სამუშაოების შემსრულებლები, აი ისინი მართავენ რეალურად სამინისტროს. აი ეს არის ზუსტად ის ყვადაღებული deep state. და ამას ემატება დემოკრატიული მმართველობის გადმონაშთები, როგორც არის ჯერომ პაუელი. ანუ ფინანსურ მხარდაჭერას აძლევს. როგორც შიგნით უკვე ნაკლები მასშტაბით, მაგრამ ძირითადი თანხები გადის დასავლეთ ევროპაში და იქ კიდე ამ ძირითადი თანხების მიმღებები და გამყარგებები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ეს არის მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი. აი ესეთი ოპონირება უწევს ტრამპს. ესეთი ოპოზიციის გაცლება უწევს ტრამპს, მოვადეთ. ანუ ინგლისურიც ვერ ვისწავლე და ქართულიც მოვიწყდება, აი ამას ქვია. დემოკრატიულ პარტიაში ხა ცვლილებებია. ახალგაზრდა ესე თქვათ ამბიციური თაობა ზემოთ მოდის და ჩაკ შუმერს და ვიღაცებს ნენსი პელოსებს და ასე შემდეგ ალბათ მალე ჩაანაცვლებენ და ყველაზე რეაქციული ულტრამემარცხენეები მოვლენ ალბათ დემოკრატიული პარტიის სათავეში. აქედან გამომდინარე,
არ არის გამორიცხული, რომ შემოდგომაზე, როცა იქნება ბიუჯეტის მიღება და ასე შემდეგ, ამერიკაში ჩვენ კვლავ ვიხილოთ გამოსვლები. BLM 2 და ასე შემდეგ, Antifa 2 და ასე შემდეგ. მოკლედ, ტრამპს გამოწვევები აქვს საკმარისზე მეტი. და არ ვიცი როგორ გაუმკლავდება, მაგრამ უბრალოდ ასე მგონია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ანალიტიკოსების უმრავლესობა ამბობს, რომ რახან პირველი 100 დღე მან გადააგორა, ესე იგი პირველ კადენციას წარმატებით დაასრულებს. არ ვიცი ეს რამდენად ესე იქნება, შეიძლება უბრალოდ ეს სურვილია, მაგრამ ფაქტია, რომ შესაძლოა მართლაც ასე მოხდეს. მოკლედ პირველი 100 დღე და პირველი შედეგები. ასევე ანტიშედეგი თუ ასე შეიძლება ითქვას, ან შედეგი მინუსით. აი ყოველთვის განთავისუფლება. დღეისთვის ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა ვინც მისმინეთ და ტრადიციულად გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი ვიდეო, უბრალოდ ჩემი YouTube გვერდი, რომელზეც ეს ვიდეო განთავსდება, Facebook-ზე დაიდება YouTube-ზე განთავსებული ვიდეოს ლინკი, სადაც შეხვალთ და უშუალოდ YouTube-ის გვერდს მოიწონებთ და კომენტებში თუ ვინმეს თქვა გაგაჩნიათ თქვენი აზრი, რამდენად მეთანხმებით, რამდენად მეწინააღმდეგებით, ასევე დატოვეთ თქვენი კომენტარები. მე გემშვიდობებით, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.